ახალი ენერგიების დედამიწასთან ურთიერთქმედება. მამა აბსოლუტის გზავნილი 16 თებერვალი 2020 წელი. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო და საყვარელო შვილებო. ახლა კი ჩვენ განვიხილავთ ენერგიებს, რომლის შესახებაც მე მოგიყევით ჩემს წინაგზავნილებში სხვა რაკურსით. ჩვენ ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ისინი არა ადამიანთან, არამედ თქვენს პლანეტასთან. რადგანაც დედამიწა არის ცოცხალი ორგანიზმი, მასაც აქვს ნათისმატერიალური აგებულება. ისიც გადის ევოლუციის თავის გზას, მაგრამ ადამიანისგან განსხვავებით, რომელიც ამ გზას ინდივიდუალურად გადის ინკარნაციიდან ინკარნაციამდე ამდიდრებს თავის სურს ახალი გამოცდილებით და თანათანობით სულ უფრო და უფრო მაღლა იწევს სულიერ კიბეზე, დედამიწა დიდწილად დამოკიდებულია მასზე მცხოვრებ ცოცხალ არსებებზე. ამიტომაც მისი განვითარების ევოლუციის გზას პირობითად შეგვიძლია უწოდოთ კომპლექსური. ახლა კი აგეხსნით, თუ როგორ ხდება ეს პრაქტიკაში. დედამიწას ადამიანის მსგავსად აქვს ფიზიკური და ნატიფი სხეულები, თუმცა მისი ნატიფი სხეულები განსხვავდება ადამიანის ნატიფი სხეულებისგან. მას აქვს განსხვავებული ჩაკრარული სტრუქტურა და ეს დაკავშირებული იმასთან, რომ მის სულს აქვს შედარებით განსხვავებული მიზნები, უფრო გლობალური ვიდრე ადამიანის სულს, რომელიც ფიზიკურ სხეულშია ინკარნირებული. დედამიწას არ აქვს ქვედაჩაგრები პირველიდან მესამის ჩათვლით, რომლებიც ადამიანს ეხმარება მესამის განზომილებაში გადარჩენაში. მაგრამ ძალიან კარგად აქვს განვითარებული ზედაჩაგრები, რომლებიც პირდაპირ აკავშირებს შემოქმედთან. ამგვარად მისი სიყვარული ყველა მის შვილთან, დედამიწის მცხოვრებებთან ჭეშმარიტად ღვთაებრივი და უპირობოა. ის გამოიხატება მდიდრად, როდესაც იქ ჩუქნის მათ ბუნების სილამაზესა და დედამიწის ყველა სიკეთეს. მისი კავშირი ზედა სამყაროსთან მდგომარეობს მის თახლებ ციურ სხეულებთან მჭიდრო ურთიერთქმედებაში, მზესთან და მთვარესთან და ასევე სხვა კოსმოსურ ობიექტებთან. ხოლო მის შემოქმედთან ურთიერთქმედება მდგომარეობს იმაში, რომ ის მიყვება იმ გზას, რომელიც მან მისთვის თავდაპირველადვე დაგეგმა. ამიტომაც თუ შევადარებთ მის ენერგეტიკულ აგებულებას ადამიანის ჩაკრარულ სისტემას, შეიძლება ითქვას, რომ მას სრულიად გააქტივებული აქვს მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ჩაკრები. ხოლო რადგანაც ადამიანის მსგავსად დედამიწას გადის თავის სულიერი განვითარების გზას, მისი ქცევაც იცვლება. თუმცა ეს ცვლილებები პირობითად უკავშირდება მასზე მცხოვრებ არსებების ცხოვრების წესს, რადგანაც ისინი მის ენერგეტიკულ ველში არიან და ამიტომაც მასში თავიანთი კორექტირება შეაქვთ. ამგვარად მისი არსებობის საუკეთესო პერიოდში, როდესაც ადამიანები ჯერ კიდევ ღმერთკაცები იყვნენ, ისინი ცხოვრობდნენ მათ საყვარელ დედამიწასთან სრულ ჰარმონიაში. ადამიანები მადლიერები იყვნენ მის მიმართ, ოცდებოდნენ მისი სილამაზით, მადლობას უხდიდნენ მის საჩუქრებისთვის, ეპყრობოდნენ მას მოფრთხილებით და განუზომელი სიყვარულით. ამგვარად ენერგეტიკულად ისინი იყვნენ მასთან ერთ ტალღაზე, რადგანაც იმ დროს ადამიანების ღვთაებრივი ზედაჩაგრები დედამიწის მსგავსად სრულიად გახსნილი იყო. თუმცა იმასთან ერთად, რაც ადამიანი სულ უფრო და უფრო დაბლა ეშვებოდა მესამე განზომილებაში, იქმნებოდა სულ უფრო და უფრო დიდი ენერგეტიკული დისონანსი ადამიანებსა და იმ პლანეტას შორის, რომელზედაც ცხოვრობდნენ ისინი. ადამიანის ზედაჩაგრები ჩაიკეტა, ხოლო ქვედები გააქტიურდა და მის ცხოვრებაში მათ უფრო წამყვანი როლი მოიგეს. დედამიწამ როგორც ღვთაებრივი დონის არსებამ შეინარჩუნა თავისი ღვთაებრიობა ყველაფრისთან მიუხედავად. ის მხოლოდ იტანჯებოდა, როდესაც მისი შვილების სულიერ დაცემას ხედავდა, თუმცა მდგომარეობის გამოსწორება მას არ შეეძლო. მას მხოლოდ შეეძლო მათთვის გაეგზავნა მინიშნები ბუნებრივი კატაკლიზმების და კლიმატის ცვლილების სახით, ხოლო ბუნებრივი სტიქიები მას ამ საქმეში დამხმარედ მოვიდნენ. თუმცა იმ პერიოდისათვის ადამიანებმა დაკარგა კავშირი თავიანთ პლანეტასთან და დაივიწყეს მისი მოსმენა და მისი ტკივილის შეგრძნება. მათ მის ბატონებად აღიქვეს თავები, რითაც დაამახინჯეს მათი არსებობის არსი და დედამიწასთან ურთიერთქმედება, რომელიც მათთვის წარმოადგენდა სახლს მათი ასობით და ათასობით ინკარნაციის განმავლობაში ამ მშვენიერ პლანეტაზე. ახლა კი ჩემო ძვირფასებო, თქვენ შეგიძლიათ საკუთარი თვალებით იხილოთ, თუ როგორ ტრაგიკულ შედეგებამდე მიგიყვანა თამა. მამა აბსოლუტი, რომელსაც განუზომად უყვარხართ საუბრობა თქვენთან. გზავნილი მიიღო მართან, თარგმნა წაიკითხა მოჩა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენ სულიერ მისიას, თქვენი დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამინერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატებებს.